29 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ ორ სოფელში ზემო სარალის 57 და ულაშლოს 25 საარჩევნო უბნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. უბნებზე არსებული ხმების რაოდენობა უკვე დათვლილია. ამასთან დაკავშირებით 22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კოპა ასანიძემ კომენტარი გააკეთა. ხელახალ არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად 11 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოდა. ამ ეტაპზე მარნეულის 18-ვე ოლქს მაჟორიტარი დეპუტატები უკვე ოფიციალურად ყავს. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი არჩევნები ნაციონალური მოძრაობის მიერ გაყალბების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიმართა. გუშინ 25 და 57 უბნებზე ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა. 25 უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა 411 ხმით გაიმარჯვა. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო 14 ხმა, 57 უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა ვალი ისმაილოვმა მიიღო 262 ხმა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა რუსტამ ფაშაევმა მიიღო 40 ხმა. სული 5 მაჟორიტარი იყო 25 უბანზე, 6 მაჟორიტარი იყო 57 უბანზე კანდიდატი. არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, მშვიდობიანად ჩამთავრდა ხელახალი კენჭისყრა. არანაირი ზეგავლენა აქ მარტო მაჟორიტარებზე იყო ხელახალი კენჭისყრა და გამოვლინდა ამ ორ ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი და ამით 18-ვე ოლქში არჩეულია მაჟორიტარი კანდიდატი. გვინდა რომ წყალი საკუთარ ონკანზე მოდიოდეს, ვწვალობთ მთელი დღე რიგში ვდგავართ. 25 წელზე მეტია თელი მამედოვას წყლის რიგში დგომა და მძიმე ჭურჭლის დარება ყოველდღიურად უწევს. მსგავს სიტუაციაში ზემო სარალში მცხოვრები 1200 ოჯახია. როგორც თელი მამედოვა აცხადებს, ხანდახან წყლის ავსების პროცესი დღის ბოლომდეც გაგრძელებულა. ჩვენი წყალი ზემოდან მოდის, თუმცა მხოლოდ ერთი ონკანი გვაქვს. 1200 ოჯახი ცხოვრობს ზემო სარალში. მთელი დღის განმავლობაში ონკანთან გრძელი რიგია. გვინდა რომ ყველას საკუთარ ოჯახში გქონდეს წყალი და მძიმე ჭურჭლის დარება არ დაგჭირდეს ყოველდღიურად. 25 წელზე მეტია წყალი არ გვაქვს. ცუდ მდგომარეობაში ვართ. ნახეთ ჩვენი ონკანი რა დღეშია. ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სასმელი წყალი დღემდე არ გქონია. არავინ არ აგვარებს ამ პრობლემას. ჩვენ კი ყველაზე მეტად სასმელი წყალი გვჭირდება. ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაგვიუარეს და მძიმე ჭურჭლის დარებით. გვინდა ოდნავ მაინც გაგვიუმჯობესდეს პირობები. აღნიშნულ პრობლემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უკვე იზრუნეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20.000, ხოლო სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 26.000 ლარი გამოიყო. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი აცხადებს, ზემო სარალის მსგავსად სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სხვა სოფლებშიც განახორციელებენ. იქ სადაც ჭაბურგილი საჭირო აკეთებ ჭაბურგილს, სადაც არხი გასაწვდით წმინდა თავს და სადაც სასმელი წყლის ვილია გასაყვანი ვაკეთებთ, გავაკეთეთ რამოდენიმე აუზი უკვე რეზერვუარები, გავაკეთეთ ჭაბურგილები, საიდანაც შეივსე მაგალითად სადახროში გავაკეთეთ ორი რეზერვუარი გავაკეთეთ, ჭაბურგილი გავაკეთეთ, ეს რეზერვუარები შეივსება და მეწოდება ერთი რეზერვუარიდან გადაკაჩავდება წყალი, გადაიტანება მეორე რეზერვუარში, მე ეს მომარაგებს უკვე ძალიან დამიაგიურას. ასევე სხვა სოფლებში და საერთო ჯამში ხო გამოყოფილი იყო სოფლის დახმარების პროგრამით 750.000 ლარი სასმელი წყლების რეაბილიტაციისათვის 550.000 ვამატებთ ადგილობრივ ბიუჯეტთან, აი დაწყებული პროექტები მეიყვანოთ ბოლომდე და არ იყოს ისე როგორც ადრე იყო ხოლმე, რომ გაიწყებოდა ჩაიდებოდა მილი, ელოდებოდა მომავალწელს, როდის კიდე გამოიყოფოდა თანხა, მერე კიდე ჩაიდებოდა მილი და უკვე ხალხს ავიწყდებოდა, ეს უკეთდებოდა ეს ყველაფერი. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი ზემო სარალში ინდმეწარმე აკაკი ასათიანის წევრები ასრულებენ. მათი განცხადებით პროექტი დასრულებულია და მოსახლეობის წყლით მომარაგება უკვე შესაძლებელია. სამუშაოებს ასრულებს ინდმეწარმე აკაკი ასათიანი. ჭაბურღილის კეთება დავიწყეთ 2014 წლის 14 ივნისს. უკვე დასრულებულია ჭაბურღილი ველოდებით ელექტროენერგიას, რომ ტუმბო ჩასმულია. ველოდებით ელექტროენერგიას რომ გამოვცადოთ ჭაბურღილი. თელ ზემო სარალზე არის ეს პროექტი გათვლილი. აქ დაიდგმება შესაბამისად მეორე რეზერვუარი, რომელშიც ჩაიტუმბება აქედან ამოსული წყალი და უკვე მომარაგდება მთელი სოფელი. მთელი მამედოვას და სოფლის სხვა მცხოვრებლებს ჯერჯერობით ისევ სასმელი წყლის გრძელ რიგში დგომა უწევთ.